როგორ ხართ საბრძოლო ხელოვნების ფანები? დღევანდელ ვიდეოში ნახავთ ჯონ ჯონსი ხელახლა აღვივებს თავის ტოქსიკულ ჟოლს დანიელ კორმიესთან. კარლოს პრატესი აცხადებს, რომ ისლამ მახაჩევთან ტიტულზე შემდეგი ის იბრძოლებს. ხამზად ჩიმაევი ითხოვს რევანშს. ჯოშ ჰოკიდი ახალ ჩაში გაეხვა. დასაწყისი კოეფიციენტები იანისა და მერაბის მესამე ბრძოლაზე. ძალიან მაგარი მიმოხილვა გელოდებათ, ასე რომ პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ. ჯონ ჯონსსა და დანიელ კორმიეს შორის მტრობა არასდროს გაქრება. მას შემდეგ რაც დისიმ ინტერვიუში განაცხადა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვი ჯონსზე მეტად იმსახურებს გოუთის ტიტულს, ჯონსი ამას სოციალურ ქსელში მწვავედ გამოეხმაურა. UFC-ში ისე ადრე დაიწყე ბრძოლა, რომ წესებიც კი არ ვიცოდი. იმ ღამეს 20 ვებრძოლე, ბევრი ტერმინი პირველად გავიგე. პირდაპირ ვიტყვი, ჩემი მთელი კარიერა მთავარ მოვლენებში, მსოფლიო ტიტულისთვის ბრძოლაში გავატარე. ჩემო ძმაო დანიელ კორმიე, შური შენ სისხლში იმდენად ღრმად არის გამჯდარი, გულწრფელად ვლოცულობ, რომ უმფალმა გაგკურნოს ამ შურისგან და დღესაც აღარ იგრძნო ასეთი ინტერვიუების მიცემის საჭიროება. მანამდე კი უბრალოდ სასიამოვნოა იმ ვნების ყურებადაც ჩემ მიმართ გაქვს. დაფიქრით ამაზე, ჯონ ჯონსი რამდენად კარგიც არ უნდა იყოს, აქვს ერთი მარცხი. რატომ? იმიტომ რომ მან შეცდომა დაუშვა. ხაბიბ შეცდომა არასდროს დაუშვია. არასდროს დისკვალიფიცირებულა. არასდროს მოყოლია მტკივნეულზე. არასდროს 29 ჯერ შევიდა ოქტაგონზე და 29 ჯერ გაიმარჯვა. ხორხე რივერას 2 ან 3 მარცხი აქვს. დემეტრიუს ჯონსონს ერთ-ერთ უდიდეს, მასაც აქვს მარცხი. სეხუდომ წააგო, ყველამ წააგო. ისლამიც კი რამდენადაც კარგია, ერთხელ შეცდომა მაინც დაუშვა. ეს კაცი კი არასდროს დამარცხებულა. ძალიან სასაცილოა, ხაბიბის ყველა ფანს მიუმართავ. 15 მსოფლიო ტიტული თქვენი ბიჭის 4 ტიტულის წინააღმდეგ და სერიოზულად მსჯელობთ ამაზე? თუ ვინ არის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლი? მეხუმრებით ხო ხალხო, ნამდვილად ხუმრობთ. UFC-ს კომენტატორმა ჯონ ანიკმა საბრძოლო სპორტის ისტორიაში უდიდესი მემკვიდრეობის შესფასებისას პირდაპირ განაცხადა. აბდულმალაბ ნურმაგომედოვის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი დიდებული ხუთეულის საერთო რეკორდი 109-ია. წარმოიდგინეთ, მხოლოდ ერთი მარცხი აქვს ისლამ მახაჩევს ადრიანო მარტინესთან 2015 წელს. და ერთი მარცხიც უმარ ნურმაგომედოვს მერაბ დვალიშვილთან. დანარჩენი უსმან ნურმაგომედოვი, უმარ ნურმაგომედოვი, ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი და იქ კიდევ არის მეხუთე მებრძოლი, ჯოან ბორკი, რომელიც ნამდვილი მონსტრს გავს. 109-ზე ყველა დროის უდიდესი გუნდია. პატივისცემა სერა ლონგო MMA-ს, მაგრამ აბდულმანაპის მემკვიდრეობა უდაოდ ნომერ პირველია ამ სპორტში. კარლოს პრატესმა დივიზიონი შეაზანზარა იმის გამოცხადებით, რომ UFC-სთან ახალ 8 ბრძოლიანი კონტრაქტი გააფორმა. ადრიად ჰელვანისთან ინტერვიუში მან თქვა, რომ UFC-ს ხელმძღვანელობამ მან ისლამ მახაჩევთან საჩემპიონო ბრძოლა დაუდასტურა. შენა ჰანდერ კემბელის ფოტო ვნახე, რას განიხილავდით იმ შეხვედრაზე? მე ვარ შემდეგი ტიტულზე, დიახ, ეს არის ახალი კონტრაქტი და მომდენო ბრძოლა ტიტულზე. რამდენ ბრძოლაზე გააფორმე კონტრაქტი? გონი 8 ბრძოლა. ანუ პირობა მოგწეს და ეს ისლამის ბრძოლამდე იყო. გრძნობ რომ შენ ხარ შემდეგი? დიახ, მაშინ რა ხდება მაიკლ მორალესთან? ის რატომ ფიქრობს, რომ ის არის შემდეგი? ძმაო, ფიქრობ ის ეჩხუბება ბელალ მუჰამედს კიდევ ერთი ბრძოლა სჭირდება. მახაჩევის დომინანტური სერიის ფონზე პრატესმა დროად დაკარგა და ეგრევე სავარჯიშო კემპს დაუბრუნდა. მას სჯერა, რომ მისი დარტყმის ტექნიკა მახაჩევისთვის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს და მზადაა pound for pound-ის მეფე შეაჩეროს. PFL-ის ვარსკვლავი პოლ ჰიუზი მსუბუქი წონის პრეტენდენტების ირგვლივ არსებულ აჟიოტაჟს აღიზიარებს. უსმან ნურმაგომედოვთან ანდრაუნდიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ ჰიუზმა განაცხადა: "ვფიქრობ, ერთადერთი ადამიანი UFC-ში, ვისაც მის წინააღმდეგ შანსი აქვს, ილია თოფურია."
მასთან 10 რაუნდი გავატარე, ვიცნობ მის სტილს, ვიცი მისი შესაძლებლობები და ვიცი რა სტილია საჭირო მის დასამარცხებლად. ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, ვისაც მისი დამარცხება შეუძლია, მე და ილია ტოფურია ვართ. გულწრფელად მჯერა ამის. ის იმდენად მოძრავია. მისი ფეხი დათმები ფენომენალურია და ჭიდაობაც ფანტასტიკური აქვს. ახლა ის გეიჯის უპრობლემოდ დაამარცხებდა და თავისუფლად შეძლებდა UFC-ს ჩემპიონი ყოფილიყო. სტილისტურად ერთადერთი, ვინც მას პრობლემას შეუქმნის, ტოფურია. შონომალი მატჩმეიკინგის პოლიტიკაზე ლაპარაკობს და ამბობს, რომ UFC განზრახ ადიდებს თავიდან ილია ტოფურიასა და არმან ცარუგიანის შეხვედრას, რათა ილიას ჩემპიონობა დაიცვას. არმანი ხუმრობა არ არის. არმანისა და ილიას ბრძოლა ძალზე საინტერესო წვლილია. არ მგონია UFC-მ არმანი ილიას შეახვედროს, რადგან მათ უყვართ ილია როგორც ჩემპიონი. ის შესანიშნავი ჩემპიონია. არ მგონია ნამდვილად ნდომოდეთ, რომ არმანი გახდეს ჩემპიონი. მას ლეგიტიმური შანსი აქვს ილიას დასამარცხებლად. არ მჯერა, რომ ამას ვამბობ. გონია, რომ ილიამ შეიძლება დაანოკაუტოს კიდეც, მაგრამ თუ ვინმეს აქვს შანსი 155 ფუნტში ილიას დამარცხების, ეს არმანია. ხამზატ ჩიმაევი UFC-ს მატჩმეიკერების მიმართ მოთმინებას კარგავს. მას შემდეგ, რაც ქამარი დათმო და ტიტული 100 ერთხელ დაუცავს, ჩიმაევმა საჯაროდ მონიშნა დანა უაითი ტვიტერზე მსგავსი წარწერით, რას ველოდებით. თუმცა დანა უაითმა აღნიშნა, რომ ხამზატის ტვიტები ასკი უნახავს და მებრძოლებთან მოლაპარაკებები კულისებში მიმდინარეობს. ხამზატს კი დაბრუნება ოქტაგონზე, რაც შეიძლება მალე სულს. ჯოშ ჰოკიტმა პირდაპირი განცხადება გააკეთა მას შემდეგ, რაც ტეიშერამ მიანიშნა, რომ ალექს ფერეირას ბანაკი ჰოკიტის მომავალ სავარაუდო მეტოქედ განიხილავს. ან სირილი მომეცი ტიტულისთვის, ან ალექსი BMF-ისთვის. დავიღალია მოჭიდავეების ყურებით, რომლებიც უბრალოდ წვებიან, აკონტროლებენ მეტოქეს და ამის შემდეგ BMF-ს ან pound for pound-ს უწოდებენ მათ. არ შეგიძლია ეს ტიტული ჰქონდეს და უბრალოდ ამაცხებდე კაცს ზიანის მიყენების გარეშე. ვისაც არ უნდა ვებრძოლო, ფანები მიიღებენ წმინდა ძალადობას და ნამდვილ შოუს. ქვემსუბუქი წონის დივიზიონი ოფიციალურად ემზადება დიდი ორსთა ბრძოლისთვის. ცნობილი გახდა პიოტრ იანისა და მერაბ დუალიშვილის ტრილოგიის საწყისი ფსონების კოეფიციენტები, რომელიც 24 ოქტომბერს UFC 333-ზეა დაგეგმილი. მათი დაძაბული ისტორიის მიუხედავად, ბუქმეიკერები უპირატესობას პიოტრ იანს ანიჭებენ. პიოტრ იანის გამარჯვებას 1.50 აქვს, ხოლო მერაბ დუალიშვილს 2.40. ეს ბრძოლა ორივე მებრძოლისთვის უდიდესია, თუმცა მერაბისთვის აუტსაიდერის სტატუსით ოქტაგონზე შესვლა მხოლოდ მატებს мотиваციას, რათა კიდევ ერთხელ დაამტკიცოს ბუქმეიკერების შეცდომა და საბოლოოდ წერტილი დაუსვას ამ პრინციპულ დაპირისპირებას. დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ გამოიწეროთ 4 და დაალაიქოთ ვიდეო. თქვენ გიწინ ბევრად საინტერესო ვიდეოები გელოდებათ დროებით. შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.